მაგ ფული ხო გითხარი ერთხელ და გითხარი არ მაინტერესებს მეთქი შეიძლება ფული მოიტანო თორე წამებაში სულ სამოხდი ფულის მაგივრად სხვა რამე რომ შემოგთავაზოთ არ შეიძლება შენ სხვა რა უნდა შემოგთავაზო ფულის მაგივრად ფული კაზინოში წავაგე რაც კი ფული მხოლოდ აღარა მაგდა სხვა რამე შემოგთავაზებ აი თავში პლატინა მაგ გამომაცალე თუ გინდა მაგ თავში ტვინი არ გაქვს და პლატინა გექნება ამას უყურე კარგი მაშინ კბილები ბრილიანტის და კბილები იყოს შენი იყოს კბილები მაგ კბილებს მართლა სათითაო დაგაცლი ეხას უყველას ოქროს ხელები მაქვს ოქროსი არა ის ოქროს ხელები მაქვს ეუბნები რა გინდა ჩემ ხელებმა რო არ გააკეთოს გიფსოკარდონი გინდა მეტალოპლასმასი ჩასწა გინდა ყველაფერი მეტალოპლასმას და რემონტში გაგიგდო 300,000 პესო ამას უყურე რა დღეშია გითხარი ფული მოიტანონ მეთქი სხვადასხვა იაფი კელოსანი არ გეგონო კვადრატულს 300,000 არა მაგრამ 3,000 პესო შევაკეთე კიდე რო კარგ ხასიათია ფული მოიტანე თორე რაც ფული გაიგეთ სამუდამოდ არა მაგ იცოდე რაც მოგივა შენ თავს დააბრალე ფული მოიტანეთ მეთქი არა მაგ ფული გაიგე კარგი მაშინ ვნახოთ რაც მოგივა არაფერი არ მომივა შემოდი არაფერი არ მომივა მაგასაც გაჩვენებ თუ არაფერი არ მომივა თავი დამანები გამიშვით არაფერი არ მომივა არ მინდა ვინ არის ეს არ მინდა არა არ მინდა არ მომიდა უკვე გვიანია საჭე იყვადეს ახლა ის უნდა ცემონ წუდოა დრომოვა და მიხვდები ბაუტისტა რომ ჯოანა ტარიანის დამარცხება არც ისე ადვილი სიხარული ჯოჯოხეთად გექცევა ბაუტისტა შენ ნაძირლობას ბოლო მოეხება ვფიცავ ამას ძალიან სწრაფად ავასრულებ Фахиштая шире, уволоси модлюба. Дождь тебе часто стаж. Игажи пар, кое пакиш ты шпар. Русский беби китганан. Таджики. მიცანი ჯოანა ჯაკომო პაღაბა რასუბრეზია შენი შვილის ალფრედოს ადგილსამყოფელი მევისი და ჯერჯერობით კარგად არის მაგრამ რას ნიშნავს ჯერჯერობით კარგად არის რამე მოხდა ჯერჯერობით იმას ნიშნავს რომ ერთი საქმე დაგვრჩა გასაკეთებელი სადაც შენი თანამშრომლობაა საჭირო ესე იგი ისევ ჩემი რეგვენი ალფრედოს პრობლემებში ვარ, როგორც ხვდები. ყველაფერი გასაგებია. კარგი წავიდეთ. სიმართლე გითხრა, ცოტა უცნაურია ჩემთვის აქ ჯდომა და შენი ხილვაც, მაგრამ მე ყველაფერი დავკარგე. აქედან გამომდინარე შეგვიძლია რომ კარგი თანამშრომლები ვიყოთ, რადგან ნაძირალა ბაუტისტამ რუკა ხელში ჩაიგდო. კი, მაგრამ შენ ხომ რუკას აჯდომზე გეხატა. როგორ მოგბარეს? როგორ და იმ გაიზვერა ბაუტისტამ ჩვეულებრივი საცვალი კაპიროვკიანის საცვლით შემიცვალა. შენაირ გამოცდილ ქალს ეგ როგორ მოგივიდა? ეთყობა დაუბერტი ჩემო კარგო, თორემ შენ კი გახსოვს თელს ქალაქში რომ გეკითხა მეცახელად ჩათლახის და ყველა ჩემთან მოვასწავლე. მაგრამ ახლა სუსხო მდგომარეობაა. ერთი ვერსიით კარგი იქნება რომ თავიდან მე შევიდე სახლში. შემდეგ შენ დაგიძახებ
მე მგონი არ იქნება ცუდი. და როცა ყველაფერი გაირკვევა, ქონების 80% ჩემი გახდება, ხოლო 20%-ს საჩუქრად შენ გისახსოვრებ. კარგი შეგხვდებით. როსაურა, ეს არ არის არ ჩემ გონია როსაურა. სერხიო? გისმენ როსაურა, ეს არ არის რა ჩემ გონია გეფიცები. შენ რა მყავდა? არა როსაურა, გეფიცები პირველად ხედავ. სერხიო, ვინ არის ეს ქალი? პირველად ხედავ გეფიცები არ ვიცი. ვინ ხარ შენ? რომ გეკითხები, გამაგებინე, ვინ ხარ? გალინას ძმისშვილი ვარ მე. როსაურა, გეფიცები. ძალიან. სერხიო, ამას არასოდეს გაპატიებ. როსაურა, დამენოდე, გეფიცები, როსაურა. რებეკა, ძვირფასი ხა ყველაფერი ნათელია მე მგონი. ერთი იცოდე რომ ქონების დიდი ნაწილი მე დამრჩება. როგორ გამაცინე ლუსია. ქონების დიდი ნაწილი ჩემია, იმიტომ რომ მე შვილი მყავს თანაც ბიჭი. რასასაცილო ხარ რებეკიტო, ესე იგი ბიჭი შეიძლება შენ შვილი ყავს, მაგრამ ჩემ შემთხვევაში მე შვილიც მყავს და თან მეორე ნაბიჯვარსაც ველოდები. ნაბიჯვარზე თუ მიდგა საქმე, ჩამოთვლა არ დამაწყებინო ლუსია, ნაბიჯრობა ჩემი მოგონილია. მოკეტე რებეკა, ყველაფერს საზღვარი აქვს. ქონების დიდი ნაწილი ჩემია და მოჩა. ქონების დიდი ნაწილი ჩემია. კარგი, დაწყნარდით. ჩემია. 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 რა? ჩემია, მე ვარ ერთი ციდა. მე სიცილი მინდა. ჰაკუდა გაჩუნდი. მოკეტე და გაეთრე კარგი, აქედან. დაწყნარდით. იდიოტი. ძალიან კარგად იცით რომ ეს ქონება ჩემია. მაგრამ განაწილების დროს ყველას შეგხვდება წილი. მე რამდენი შემხვდება? დედა? შენ სული ხარ? ქონება რა გინდა? რა მინდა ქონება? არ იცი იქ რა სიძვირია? აქ რა ღირს პური? 60 პესო. იქ ჩვენთან 50 დრუმპი ღირს. დრუმპი რა ჯატაბა? დრუმპი საიქიოში ფულის ერთეულია. მომშორდი თავიდან. არაფერს არ მოგცემ. კიდევ დაგჭირდები. რებეკა? აუტისტა. დროა ნოტარიუსი ვიხმოთ და ქონების განაწილებას შევუდგეთ. რა პრინციპში მეგონი კაი იდეა. კარგი აზრია. მართალი ხარ. დავანაწილოთ ქონება. ჯოანა? 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 ხედავ არ მელოდით, ჩემო საყვარლებო. და ხედავ რომ ძალიან ნაადრევად ზეიმობთ იმას, რასაც წესით მე უნდა ვზეიმობდე. ასე რომ იცოდეთ, ქონება თანაბრად გატყდება. გამაცდინე ჯოანა. თანაბრად როგორ? როგორ? დიახ, როგორ და კაცან და გატყდება. და შენი დიდება, ბაუტისტა, წამსვე და ეცემა ცირს. როგორ გამაცდინე? და ეგ როგორ? როგორ? რაც გვან და დაეცემა. ეს ყველაფერი ძალიან მარტივია.